მოგესალმებით. ბათუმის ბულვარში ხანძარია, იწვის რესტორანი. როგორც ვიცით, აქ შემოსულია რამდენიმე სასწრაფო დახმარების ჯგუფი, ასევე სახანძრო სამაშველო ჯგუფი. ამ დროისთვის არ მაქვს ინფორმაცია, დაშავებულია თუ არა ვინმე. აქედან როგორც ხედავ, ეს უნდა იყოს რესტორანი ლათინო. მწვანე ბარის მიმდებარედ, დიახ, რესტორანი ლათინოა ნამდვილად. შევეცდები მეორე მხრიდან გაჩვენოთ. აქ მუშაობს რამდენიმე სამაშველო ჯგუფი და როგორც ადგილზე გვითხრეს, შემოვიდა რამდენიმე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფიც. ეხლა შევეცდები რომ მეორე მხრიდან გაჩვენოთ რა ვითარება აქ. ხანძრის კერა ჯერჯერობით ლოკალიზებული არ არის. როგორც ხედავთ, პირიქით ძლიერდება. სამაშველო ჯგუფი მუშაობს ადგილზე. უკაცრავად რესტორანი ლათინო იწვის თუ მწვანე ბარი? არ ვიცით? სავარაუდოდ ეს არ არის რესტორანი ლათინო და უნდა იყოს მწვანე ბარის გვერდით რესტორანი. აი როგორც ხედავთ, ასეთი ვითარება არის. სავარაუდოდ ეს რესტორანი, აივანი, რომელსაც ახლა თქვენ კადრში ხედავთ, არის ნაწილობრივ ხის მასალისგან და გვერდით არის რესტორანი ლათინო. ეს არის რესტორანი მწვანე ბარსა და ლათინოს შორის. თუ სწორად ვარკვევ ამ მხრიდან, შევეცდები რომ უფრო ახლოს მივიდე. აი ასეთი ვითარება არის ადგილზე. აი მეორე მხარე მინდა გაჩვენოთ, ზუსტად რომ გავიგოთ რომელი ბარის ტერიტორიაზე გაჩნდა ხანძარი. კი, გამოვდივარ. როგორც ხედავთ, სამაშველო ჯგუფები აგრძელებენ მუშაობას და შეიძლება ითქვას, რომ ხანძრის კერა აღარ ჩანს. ალბათ საბოლოო ლოკალიზების სამუშაოები მიმდინარეობს ახლა. ზუსტად არ შემიძლია გითხრათ, რომელი რესტორანია ეს. მწვანე ბარის გვერდით რესტორანში გაჩნდა ხანძარი. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ მაქვს, თუმცა როგორც ადგილზე მითხრეს, აქ შემოვიდა რამდენიმე სასწრაფო დახმარების ჯგუფი. აი კადრშიც ხედავთ, ერთი სასწრაფო დახმარების ჯგუფი ახლაც აქ არის. დაშავებულებზე ხომ არ გაქვთ ინფორმაცია? აი აქ იმყოფება პოლიციელი, რომელიც გვეუბნება, რომ დაშავებულებზე ინფორმაცია ჯერჯერობით არ აქვთ. შეგახსენებთ, რომ ბათუმის ბულვარის ტერიტორიაზე, სანაპიროსთან ახლოს, პრომენადთან ახლოს გაჩნდა ხანძარი. რამდენიმე წუთის წინ სავარაუდოდ დაიწყო აქ სამაშველო ოპერაცია და ახლაც მიმდინარეობს. აი სასწრაფო დახმარების ჯგუფის წარმომადგენელი შედის ტერიტორიაზე. შევეცდები რომ
წინა მხრიდანაც გაჩვენოთ ერთ-ერთი ალიას მხრიდან. ასეთი ვითარება ადგილზე. ხანძრის ლოკალიზების პროცესი გრძელდება, რამდენიმე სამაშველო ჯგუფი მუშაობს ადგილზე. შეგახსენებთ, რომ ბათუმის ბულვარის ტერიტორიაზე ვიმყოფებით. ეს არის ერთ-ერთი რესტორანი, რომელიც მდებარეობს ეგრეთ წოდებული მწვანე ბარის გვერდით. თუმცა კონკრეტულად ამ კაფეს, ამ რესტორნის სახელი არ მახსოვს, რომ გითხრათ, რომელ რესტორანში გაჩნდა ხანძარი. აი როგორც ხედავთ, იმ ნაწილში ჯერ კიდევ არ არის ხანძარი ბოლომდე ლოკალიზებული და აქითა ნაწილში თითქმის აღარ ჩანს ხანძრის კერა. კიდევ დაემატა რამდენიმე ჯგუფი, ახალი ჯგუფი შემოვიდა. აქ დაკვამლიანება არის საკმაოდ ძლიერი და შევეცდები, რომ ცოტა შორს დავდგე. აი აქ არის სასწრაფო დახმარების ჯგუფი. მე მინდა ვკითხო, ვინმეს დასჭირდა თუ არა ჯერ დახმარება. უკაცრავად, ამ დრომდე ვინმეს დახმარება დასჭირდა? არა, ხომ? აი, სავარაუდოდ დაშავებულები არ არიან, როგორც სასწრაფო დახმარების ჯგუფის წარმომადგენელი გვეუბნება, არავინ გადაუყვანიათ აქედან. არ ვიცით, რამ გამოიწვია ხანძარი, მუშაობდა თუ არა რესტორანი. იმიტომ რომ არა სეზონზე, არა საკურორტო სეზონზე ფაქტობრივად აქ რესტორნები უმეტეს შემთხვევაში დაკეტილია, თუმცა გამომდინარე იქედან, რომ ჯერ კიდევ არის კარგი ამინდები და რამდენიმე ღონისძიება გაიმართა ბოლო პერიოდში ბულვარში, ტურისტული ღონისძიებები მათ შორის, შეიძლება აქ სამუშაო პროცესიც იყო. ამას ალბათ მოგვიანებით გავიგებთ, როცა უკვე სამაშველო ჯგუფის ხელმძღვანელი გააკეთებს განცხადებას, რა ვითარება იყო ადგილზე და სავარაუდოდ რამ გამოიწვია ხანძარი, ამის შესახებ გავიგებთ, როცა დაასრულებს ჯგუფი მუშაობას. აი როგორც ხედავთ, ერთ ნაწილში თითქმის ლოკალიზებულია ხანძარი, აი იქითა ნაწილში, სადაც დიდხანს ვერ ვჩერდებით, რადგან დაკვამლიანება არის ძლიერი. როგორც ჩანს, ხანძრის კერა ისევ რჩება. მოქალაქეები გვწერენ, ეხლა ვხედავ მათ კომენტარებს. ისინი ვარაუდობენ, რომ ალბათ აქ რაიმეს აშენება უნდათ და ამიტომ გაჩნდა ხანძარიო. სამწუხაროდ ასეთი ეჭვები ლოგიკურად უჩნდებათ მოქალაქეებს ამ ქალაქში, როცა ისეთ სტრატეგიულ ადგილზე, როგორც არის ბათუმის ბულვარის სანაპირო ხანძარი ჩნდება, მოქალაქეები ფიქრობენ, ეს იმიტომ ხომ არა, რომ ვინმეს აქ ადგილის გამოთავისუფლება უნდა. ასეთ კითხვებს ისინი სვამენ ჩვენს კომენტარებში ახლა. მინდა გითხრათ, რომ ეს არის ბულვარის ტერიტორია, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს და აქ სამშენებლო ნებართვის მიღება ნამდვილად არ არის მარტივი საქმე, ყოველ შემთხვევაში არ უნდა იყოს, რადგან კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის შესახებ კანონი იცავს ძეგლს და აწესებს მთელ რიგ შეზღუდვებს ძეგლში მშენებლობასთან დაკავშირებით და ძეგლის სტატუსი აქვს ბათუმის ბულვარს. ასეთი ვითარება არის, როგორც ხედავთ, გრძელდება სამაშველო სამუშაოები, სავარაუდოდ ხანძრის ლოკალიზება აქ მალე მოხდება. დიდი მადლობა, რომ გვიყურეთ. როგორ განვითარდება მოვლენები, ამის შესახებ ჩვენ გამოვაქვეყნებთ ინფორმაციას ბათუმელები ჯიზე და შეგიძლიათ აქ გაიგოთ
საბოლოო განცხადების შესახებ, რომელსაც სამაშველო ჯგუფი სამუშაო პროცესის დასრულების შემდეგ გააკეთებს. მადლობა.